მოძმე უკრაინაში ომი მძვინვარებს. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ეს არაა მხოლოდ უკრაინის ბრძოლა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ბრძოლაცაა. ამის ფონზე კი რამდენმა იცით, ვინაა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. არაუშავს, არც მე ვიცოდი. ჯუანშერ ბურჭულაძე ჰქვია. მასზე ძალიან მწირი ინფორმაციას თუ მოიძიებთ ინტერნეტში. მე პირადად მხოლოდ ამ ვიდეოს გადავაწყდი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედრო სწავლების დროს საფრთხოდ ჩატარებულიყო, რადგან მას მერე ჯუანშერ ბურჭულაძის ყვალი ქრება. კაციშვილმა არ იცის სად დაეშვა საბედისწერო დესანტი. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე არსად ჩანს და ნეტა არსად ჩანდეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომზე მორიგი ყობა დააბრექვა. გაუჭირდებოდა. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა შეკავებული და ვერ იქნა თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარავდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი. ანუ უკრაინა შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და ვერ აიცილაო. ვიდეოს მეორე ნაწილში გავიგებთ, რატომ თქვა ეს ირაკლი ღარიბაშვილმა. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 28 წელს. თავიდან ვერ იქნა აცილებული 28 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები. ვისაც ქვეტექსტების გაგება გიჭირთ, აგიხსნით, რას ნიშნავს წინადადება თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები. რეალურად ამით ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ შედარებით ირიბად გვითხრა ის მავნებლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ამბობდა. ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. საერთაშორისო გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი არადეკვატური ქმედება დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს იგივეა დღეს თქვა, რომ ზელენსკიმ დაიწყო ლუგანსკის დაბომბვა, ანუ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია. რუსეთი რომ აგრესორია, აღიარა როგორც თავისუფალმა სამყარომ, პუტინი არის პირსისხლიანი აგრესორი, იმპერიალისტური ზრახვებით. ისე უაღრესად არათავისუფალმა სამყარომაც, მაგალითად თალიბანმა. ის რაც უკრაინაში ხდება გაუმართლებელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი. იგვეცინება, მაგრამ თალიბანი რომ თალიბანია, ლამისაა ეგეც კი შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამ დროს კი ირაკლი ღარიბაშვილი აი ასეთ განცხადებას აკეთებს. მაგრამ მოდი სანამ ღარიბაშვილის განცხადებას მოვისმენდეთ, ვნახოთ ქართული ოცნების დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის რამდენიმე დღის წინანდელი გამოსვლა პარლამენტში. ჩვენს და თქვენ შორის ვინც რუსული საქმეებს საბრალებენ. ერთო ჯამში მაინც სააკაშოს ბრალდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. ალბათ ყველამ გაიგეთ ის ამბავი უკრაინელმა ბოშებმა, რომ რუსებს ტანკი წაართვეს და ეს რუსული ჯართი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიაზე eBay-ზე გამოდეს გასაყიდად. გადავწყვიტე მეც მიმებაძა უკრაინელი ბოშებისთვის და eBay-ზე გასაყიდად არანაკლები რუსული ჯართი. ირაკლი ღარიბაშვილი გამომედო. ეს ხუმრობა არ გიგონოთ მეგობრებო. მართლა ყიდით ირაკლი ღარიბაშვილს. სამწუხაროდ ასეთი ფოტო არ მოგვეპოვება. მაგრამ არაუშავს, რაც აიგაა. ასევე კარგად რომ გაიყიდოს აღწერაში უთითებთ შემდეგ რამეს, არის პატრონის დამჯერი და მადლიერი, რაც ნამდვილად არის. მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გაწვრთნილია რუსულად, სარევის მენადობა. ნუ ნახმარია, მეორადი ნივთია. გადავამოწმოთ რამდენი ლარია 51 რუბლი. 30 თეთრი ყოფილა მეგობრებო. თავის ფაში ყიდი ფაქტობრივად. ეგ არის რუსული ჯართი აიტვირთა, ირაკლი ღარიბაშვილი იყიდება. გაიარეთ და უკეთეს ფაში თუ ნახავთ